რა მოხდება თუ წონაში ძალიან სწრაფად დაიკლებთ? ინტერნეტში ხშირად შევხვდებით ხმამაღალ დაპირებებს. დაიკელი 10 კილოგრამი ერთ თვეში. ეს იდეალურად ჟღერს, არა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზაფხული ან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვიახლოვდება, მაგრამ სანამ ამ მახეში გადმებით და საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებთ, აუცილებელია რეალობას თვალი გაუსწოროთ და გავიგოთ, რა ემართება სინამდვილეში ჩვენს ორგანიზმს ექსტრემალურად სწრაფი კლების დროს. როდესაც სასწორზე წონა სწრაფად ეცემა, ადამიანებს გონიათ, რომ ცხიმწვავენ, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. 1 კილოგრამი სუფთა ცხიმი დაახლოებით 7700 კალორიას შეიცავს. თვეში 10 კილოგრამი ცხიმის დასაწვავად ორგანიზმმა 77000 კალორიის დეფიციტი უნდა შექმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში დაახლოებით 2500 კალორიით იმაზე ნაკლები უნდა მიიღოთ, ვიდრე ხარჯავთ. ეს ფიზიკურად შეუძლებელია და სასიკვდილოდ საშიშიც კია. სინამდვილეში პირველ კვირებში თქვენ კარგავთ არა ცხიმს, არამედ წყალს და გლიკოგენს, ანუ ნახშირწყლების მარაგს კუნთებში. სასწორზე ციფრი იცვლება, მაგრამ სხეულის ფორმები იგივე რჩება. გარდა ამისა, ექსტრემალური შიმშილობის დროს ორგანიზმი სტრესში ვარდება, რადგან მისთვის ცხიმი შავი დღისთვის გადანახული ხელშეუხებელი მარაგია. ენერგიის სწრაფად მისაღებად ის საკუთარ კუნთოვანი ქსოვილს დაშლას იწყებს, შედეგად ვიღებთ სუსტ, ენერგიისგან დაცილ და მოშვებულ სხეულს. ამავდროულად ევოლუციურად ჩვენი სხეული ისეა მოწყობილი, რომ შიმშილობისას ენერგიის დასაზოგად ნივთიერებად დაცვლას, ანუ მეტაბოლიზმს ანელებს. ორგანიზმი ეჩვევა მცირე კალორიებით არსებობას და მუშაობს გაყინულ რეჟიმში. როგორც კი დიეტას დაასრულებთ და ჩვეულებრივ კვებას დაუბრუნდებით, შენელებული მეტაბოლიზმი შემოსულ საკვებს ვეღარ ერევა და პირდაპირ ცხიმად გარდაქმნის. სტატისტიკის თანახმად, სწრაფად დაკლებული ადამიანების დაახლოებით 95% არა მხოლოდ იბრუნებს დაკარგულ წონას მოკლე დროში, არამედ დამატებით კილოგრამებსაც იმატებს. ამას ემატება ჯანმრთელობის სერიოზული ზიანიც, ვინაიდან ორგანიზმი ვერ იღებს აუცილებელ მაკრო და მიკრონუტრიენტებს. იწყება თმის სვენა, ფრჩხილების მტრევა, მუდმივი დაღლობა, ჰორმონალური ფონის არევა და ხშირ შემთხვევაში ნაღლის ბუშში კენჭების წარმოქმნაც კი. იმისთვის, რომ ამ ჯანსაღი გზის დაწყებაში დაგეხმაროთ, მოგიმზადეთ უფასო გზამკვლევი, სადაც გასწავლით, თუ როგორ უნდა შეადგინოთ თქვენი დღიური რაციონი დამოუკიდებლად. მის მისაღებად მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ სიტყვა გეგმა და აუცილებლად სრულიად უფასოდ ავტომატურად გამოგზავნით პირად შეტყობინებებში.